იმედს დავიტოვებ, რომ დაუშვათ აღმასრულებელი ხელისუფლება არ იზიარებს იმ პოზიციას, რა პოზიციასაც დაუშვათ ეხლა საუბრობდა ბექანაცვლიშვილი თუნდაც წინა ბლოკში და ისეთ სხვათა შორის მეორე დიდი ტრაგედია არის ჩვენი ქვეყნის, ოდესაც ერთი პარტიით შედის უმრავლესობა, ასე ვთქვათ, პარლამენტში და რადიკალურად სხვა ტიპის მსოხებელობა გააჩნია. ერთი არიან მემარჯვენეები, მეორე არიან ღრმად მემარცხენეები. აქ სასწაული განმარტებები მოვისმინეთ, სწრაფი ეკონომიკური ზრდა როგორ მიიღწევა, ამ ნაწილს აღარ შევეხები და ბოლოს შევეცდები, რომ აი იმ განათლებაზეც შევეხო რამდენიმე სიტყვით, მანამდე ვთქვათ, ორი ძალიან პრაგმატულად შევხედოთ ამ საკითხს კონსტიტუციაში 94 მუხლის ჩანაწერს. პირველი, ალბათ რაზეც დავა არ არის და ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება და ხელისუფლებები, რაც კი საქართველოში ყოფილა, ხარჯვითი ნაწილის კუთხით არიან საკმაოდ არაეფექტურები და არიან მეტნაკლებად მიდრეკილები იმისკენ, რომ უფრო მეტი გაფლანგონ, ვიდრე რეალურად მოხმარდეს სწორი პროგრამების, ასე ვთქვათ, განხორციელებას ქვეყანაში. მაგალითად, რო ავიღოთ უფასო ხნათვისთვის პროგრამები, არამიზნობრივად დახარჯული ძალიან დიდი თანხა ჯანდაცვაში, ანუ ბევრი პრეცედენტი ყოფილა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ჩანაწერი კონსტიტუციაში ერთგვარი პრევენცია არის ჩვენი ქვეყნისთვის იმ გარემოებაში, როდესაც მოდის ხელისუფლებები, რომლებიც ფლანგვისკენ არიან მიდრეკილები, გარკვეულწილად ვაკონტროლოთ ამ თვალსაზრისით, რომ მათ ნაკლები თანხა ჰქონდეთ საფლანგავად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რატომაც ეს უნდა არსებობდეს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი და მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში. ხა მეორე მთავარი მომენტი არის სრულად ქვეყანაში ჩვენ ინვესტორს, რაც და ბიზნესს, კერძო სექტორს, რაც უნდა ქმნიდეს რეალურ ეკონომიკას ქვეყანაში, ვუთხრათ, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს სტაბილური საგადასახადო პოლიტიკა. სწორედ კონსტიტუციაში ჩაწერის მთავარი შინაარსი იყო, რომ ბიზნესისთვის ეს გზავნილი ყოფილიყო გაშვებული, რომ საგადასახადო წნეხი იქნებოდა მუდმივად შენარჩუნებული. გასაგებია და მე ვიზიარებ ერთ იმ არგუმენტს, რომ მარტო ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში მოიზიდონ ინვესტიციები, მარტო სტაბილური საგადასახადო პოლიტიკა, ამას ჭირდება ძირეული სასამართლო რეფორმა და უამრავი სხვა თანხლები რეფორმები, მაგრამ მსგავსი ტიპის ჩანაწერის არსებობა იმ ფონზე, როდესაც ხარ რეგიონში, სადაც რეალურად გაქვს კონფლიქტური ტერიტორიები, იმ ფონზე, როდესაც შენი მუშახელი არაკონკურენტუნარიანია, რეალურად არანაირი ბუნებრივი ძლიერი რესურსი არ გაგაჩნია, შესაბამისად, როდესაც ინვესტორს თავაზობ რაღაცას, უნდა თავაზობდე მოწესრიგებულ ინსტიტუციებს. მოწესრიგებული ინსტიტუცია ერთი მხრივ ეს უნდა იყოს გრადი საგადასახადო პოლიტიკის მატარებელი და მეორე ეს უნდა იყოს ასევე ხელისუფლება, რომელიც ბიზნესს მიცემს იმაზე მეტ ფუნქციებს, ვიდრე დღეს აქვს. ანუ ჩვენ თავაზობთ ისეთ რამეს, რასაც სხვა ვერ შესთავაზებს, ეს არის სტაბილური საგადასახადო პოლიტიკა. სხვა შეთავაზებს, რა თქმა უნდა, ანუ ერთ-ერთი არგუმენტი, რაც ძალიან ხშირად მესმის, არის შემდეგი, რომ იმ ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნები ამას არ თავაზობენ და სხვას არ უწერია კონსტიტუციაში, რატომ უნდა გვეწეროს ჩვენ? ეს უნდა გიხაროდეს. ეს არის ძალიან კარგი მომენტი, იმიტომ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა და იმ ფონზე რა კიდევ ვიმეორებ, როდესაც არაფერი რესურსის ჩვენ არ გაგვაჩნია. ერთადერთი უნდა ვეუბნებოდეთ ინვესტორს, რომ თქვენ გექნება თქვენი საკუთრების უფლება დაცული და გვჭირდება ძირეული რეფორმა სასამართლო მიმართულებით და მეორე უნდა ვეუბნებოდეთ, რომ საგადასახადო წნეხის მიმართულებით თქვენ იქნებით დაცულები. მან იცის ოჩადეს მის ინვესტიციას, რითი დაიბეგრება წლების განმავლობაში, იმიტომ ინვესტიცია ეს არ არის რაღაც ერთწლიანი ან ორწლიანი პროცესი. შესაბამისად, იმაშია რომ ამ ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციაში არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული და იქნება ძალიან მავნე გადაწყვეტილება თუ მის ამოღებას გასაგებია. კი ბატონო, ზურაბს მივიცევთ შესაძლებლობას მოვისმინოთ მისი არგუმენტები, რატომ არ უნდა არსებობდეს მსგავსი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში. მივესალმები მაყურებელს.